თუ გასულ 10 წლებში მდიდრების სიაში მოსახვედრად სოციალური ქსელის ან ელექტრონული კომერციის პლატფორმის შექმნა იყო საჭირო, 2021-2026 წლების მონაკვეთმა თამაშ წესები რადიკალურად შეცვალა. ჭკვიანი ალგორითმების ეპოქა მილიარდერთა კლუბის კარი ახალგაზრდა, ამბიციურ და ხშირად ფართო საზოგადოების უცნობ ინჟინერებს გაუგო. Გავაზობთ იმ ადამიანების რეიტინგს, რომლებმაც ბოლო პერიოდში მილიარდიან ნიშნულს გადააბიჯეს და სილიკონის ველის ახალ ელიტად იქცნენ. ყველაზე მყარი სიმდიდრე იქ დაგროვდა, სადაც AI-ის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რესურსებია. ალექსანდრ ვანგი, Scale AI, მას AI-ის პრინცს უწოდებენ, 29 წლის ვანგმა შექმნა პლატფორმა, რომელიც მონაცემებს ამუშავებს ისეთი გიგანტებისთვის, როგორიცაა OpenAI და Meta. 2025 წელს მისი კომპანიის ღირებულებამ $14 მილიარდ მიაღწია, რითაც ვანგმა მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა თვითნაბადი მილიარდერის სტატუსი გაიმყარა. მისი ქონება დღეს $3.6 მილიარდი ფარგლებშია. მაიკლ ინტრატორი Corewave მან დროულად დაინახა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგზე მეტად გრაფიკული პროცესორები, ან GPU-ები ხელოვნური ინტელექტი სჭირდებოდა. Nvidia-სთან სტრატეგიულმა ალიანსმა და 2025 წლის ბოლოს განხორციელებულმა IPO მისი ქონება $6 მილიარდამდე გაზარდა. მარკ ცუკერბერგის ლეგენდარული რეკორდი 23 წლის ასაკში მილიარდერობა კი 2025 წლის ბოლოს ისტორიას ჩაბარდა. მერკორის დამფუძნებლები ბრენდან ფუდი, ადარშ ჰირემათი და სურია მიდჰამი სამივე 22 წლის ასაკში გახდა მილიარდერი. მათმა AI პლატფორმამ, რომელიც ადამიანური რესურსების შერჩევას სრულიად ავტომატიზირებულს ხდის, სილიკონის ველზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. მილიარდერები გახდნენ ისინიც, ვინც ბაზრის ლიდერებს გამოიყვნენ და საკუთარი კონკურენცია, ასე ვთქვათ, ჩართეს და გაუწიეს მათ. Dario Amodei, Anthropic-ი, OpenAI-დან წამოსულმა Amodei-მ შექმნა კოდი, რომელიც ChatGPT-ის მთავარი კონკურენტი გახდა, Amazon-ის და Google-ის მრავალმილიარდიანმა ინვესტიციებმა კი Anthropic-ის ღირებულება გაზარდა და საუბრობთ ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 350 მილიარდამდე ავაის. რითაც Amodei ოფიციალურად შევიდა მილიარდერთა კლუბში. სიას ლიან ვენფენგით ვასრულებთ, DeepSeek-ი, ყველას კარგად გვახსოვს, ჩინელმა hedge fund-ის მენეჯერმა და პროგრამისტმა 2024-2025 წლების მიჯნაზე ბაზარი შოკში ჩააგდო. მან შექმნა მოდელი, რომელიც ამერიკულ ანალოგებზე იაფი და სწრაფი იყო. მისმა ქონებამ DeepSeek-ის გლობალური აღიარების ფონზე $1.2 მილიარდ გადააჭარბა ძალიან მოკლე პერიოდში. ბოლო 5 წლის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სიმდიდრის დაგროვების ციკლი დაჩქარდა, თუ ადრე მილიარდერობას აწლეულები სჭირდებოდა, ახალმა თაობამ ეს გზა 2-3 წელიწადში გაიარა. IT სექტორის ახალი მეფეები აღარ არიან სოციალური ქსელების შემქმნელები, ისინი არიან ადამიანები, ვინც მანქანებს აზროვნებას ასწავლიან.